ხომ გახსოვთ ვიდეო თუ რატომ შეიძლება სიკეთემ დეპრესიამდეც მიიყვანოს ადამიანიო? მოდით რამოდენიმე კითხვაზე გავცეთ პასუხი. პირველი, როგორ შეიძლება სიკეთე წარმოადგენდეს საფრთხეს? ცუდია თუ არა სიკეთეო? პრობლემა სიკეთე კი არა, არამედ ემოციებისა და სურვილების ჭახშობა. გარე სამყაროსათვის თავის მოწონებისათვის. როდესაც ადამიანი მუდმივად სწირავს თავს, არ გამოხატავს ბრას, არ იცავს საზღვრებს, ტვინი ამას აღიქვავს როგორც იდენტობის დაკარგვას. მუდმივი ჩახშობა კი ტვინში ააქტიურებს სტრესის განმაპირობებელ ნეირონულ წრედებს. ეს უხეშად და არაპროფესიონალურად რომ ვთქვათ, ცვითავს ნერვულ სისტემას და შეიძლება გამოიწვიოს აპათია, ემოციური გადაწვა ან დეპრესიული მდგომარეობები. და როგორ უკავშირდება ეს ტვინის მიერ სიხარულის გამორთვასო მესამე კითხვა? როდესაც ტვინი ხვდება, რომ საკუთარი თავის გამოხატვა სახიფათოა, ის ადაპტირდება. ის ბლოკავს არა მხოლოდ სახიფათო ემოციებს, როგორიცაა ბრაზი, გაღიზიანება, არამედ დადებით ემოციებსაც, ინტერესს, სიამოვნებას, სიხარულს. ეს მუშაობს ლიმბურ სისტემაში ზოგადი ინჰიბირების პრინციპზე. შინაგანი კონფლიქტის შესამცირებლად ტვინი საერთოდ იშევს ემოციურ რეაქციებს, რაც ვლინდება აპათიით და გულგრილობით. მეოთხე კითხვა ისაა, რომ რატომაა შანსი დეპრესიის განვითარებისა. ესე იგი, საკუთარი საჭიროებების მუდმივი იგნორირება აქტიურებს ქრონიკულ სტრესს. ეს არღვევს ნეიროტრანსმიტერების, სეროტონინის, დოფამინის, ნორეპინეფრინის ბალანსს. გარდა ამისა, პრეფრონტალურ ქერქსა და ჰიპოკამპში ყალიბდება სტაბილური ნეირონული კავშირები, რომლებიც დაკავშირებულია სურვილებისა და ინიციატივების დათრგუნვასთან. შედეგად მცირდება мотивация, მცირდება ენერგეტიკული ტონუსი და დეპრესიის მსგავსი სიმპტომები იჩენს თავს. შემდგომი კითხვა კი ისაა, თუ როგორ მივიყვანე თუ არა თავი ზღვარზე. თუ თქვენთვის რთულია არას თქმა, თავს დამნაშავედ გრძნობთ თქვენი სურვილების გამო, რეგულარულად ხრით თავს ურთიერთობებში სიმშვიდის შესანარჩუნებლად და იღლებით უმიზეზოდ. ალბათ მუდმივი ადაპტაციის მდგომარეობაში ცხოვრობთ. დანარჩენს კი მე მგონი თქვენ თვითონაც მიხვდებით. და მეხუთე, რა უნდა გავაკეთო თუ ასეთ სიტუაციაში ვარ? ეს ნებისყოფით ვერ მოგვარდება. საქმე არ ეხება ქცევას, არამედ შინაგან ფსიქოემოციურ კონფლიქტს. ერთ ნაწილს სურს ცოცხალი იყოს, მეორეს კი ეშინია. ამ ნაწილებთან მუშაობის და წარსული გამოცდილების გადამუშავების გარეშე ტვინი გააგრძელებს სურვილების დათრგუნვას. შესაბამისად, ფსიქოთერაპიულად საკმაოდ დიდი სამუშაოც გექნებათ შესასრულებელი.